Microsoft PowerPoint 2016-ის კიდევ ერთი თემა გახლავთ date and time-ი და slide number-ი. ეს გახლავთ insert menu-ს ორი ბრძანება, რომელიც ჩვეულ რეჟიმში, როდესაც ვდგევართ slide-ზე, ან პირველ slide-ზე, მეორეზე, მესამეზე არ აქვს მნიშვნელობა და ვიძახებთ ბრძანებას date and time-ი, იხსნება header-ისა და footer-ის ფანჯარა. თუ დავაწვევით ბრძანებას slide number-ი, ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ იხსნება header-ისა და footer-ის ბრძანება. მას რა სხვაობაა მათი გამოყენების, მაშინ თუ ჩვეულებრივ header-ს და footer-ს დავაწვევოდით, ანუ თუ ისევ წინა ვიდეოს მასალას დაუბრუნდებოდით. არა, მე მინდა გაჩვენოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვენ დგეხართ ტექსტის კრეფის რეჟიმში, აი ამ შემთხვევაში დაჭერა ბრძანებაზე insert slide number-ი ჩაგისვავთ კონკრეტულად მიმდინარე სლაიდის ნომერს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ დააწვევით date and time ფუნქციას, გამოვა სრულიად ახალი ბრძანება, რომელიც არის დამოკიდებული ენაზეც, ინგლისური თუ ქართული. ჩვენთვის შესატყვისი ვერსია უნდა შევარჩიოთ, რომელიც გვინდა, მაგალითად ეს იყოს Georgian, ავირჩიოთ, რომ დღეს არის ორშაბათი 26 სექტემბერი 2016 წლის, დავაწვევთ შემდეგ ბრძანებას update automatically, რომ ყოველ შემოსვლაზე ამ ფაილში მონაცემი იყოს განახლებადი, დავაწვევთ OK-ს და როგორც ხედავთ, თარიღიც ჩასმულია. სულ ეს არის date and time ფუნქციები, მადლობა ყურადღებისათვის.